ანუ წამები არ დამითვლია შეჩემა ბიჭო გეუნები რომ დიდანი უნდა მზად ვართ თუ არა მესამე მსოფლიო ომისთვის დანაშაულო ხალხი ეწირება oh my god ხალხი მასონების ძალიან მეშინია საბერ აი დღეს ერთ 3 ადამიანი მაინც წერს რაღაცაზე და დავით წერს არავინ იმენა ვინმე სოლწერია okay ვარდები okay გამარჯობა მეგობრებო. გამარჯობა, როგორ ხართ? ჩვენ კარგად ვართ, ჩვენ როგორ ხართ? დაელოდე პასუხს. აუ. The fuck. ხალხა ვიცი რა ყოველს თვალში გხვდებათ რომ მე უფრო დაზაგრული ვარ ვიდრე დავიცი და თვითონ ვერ ეგუება ამ ამბავს, მაგრამ რას ვიზამთ? თან გუშინ იყო აუზე და მაინც მე უფრო. არა, ეკრანს დახედა. მე უფრო, ანუ აკრო თეთრი მაქსი. ავტოსაგარი არა? Yeah. Oh. შენ? ნუ ფაქტია რა ავტოსაგარი უფრო მუშაობს. ვიტამინი D. რა? კაი. სად იყავი გუშინ? აუზე. Oh my god. სად? ისევ იქ სადაც არ მინდოდა რომ წავსულიყავი. ანუ წინაზე გადაიფსიხე თავი რომ მე მან წავსველი. ანუ რაზე აქ ჩემი ყველა მეგობარი თუ მანდადეს, ანუ ვალდებული ვარ, ანუ მარტო ხო არ წავალ აუზე. Period. Makes sense. მაგრამ ცოტათი მაღრუბლული იყო, ქარიც იყო, მოკლედ ეს საფრთხე. გუშინ მართლა იმენ წარღვნა იყო რა გეაუსებოდა. არა, მე ძალიან დააჭირო თუ რაღაც. 2-სკენ თუ 3-სკენ გამოვიქეცე გიჟევით. არც გუშინ ხალხი ძალიან გადატვირთული დღე მქონდა, აუზიდან რომ მორჩი, მე წავედი, მქონდა dinner, ახალი არ არის, მაგრამ იაპონურ რესტორანში რომელსაც ქვია კობო. ცოტა შეიძლება ძალიან მომეწონა, გარემო იყო, აი ძალიან თესლი, აი ეს ბამბუკები. არ გამიგია რა თქმა უნდა. ახალი ფრანგული რესტორანი რო არის, ხო იცი? არა, რა თქმა უნდა. კინცი. მაგის ზემოთ არის. ჭამე ედამამე, ეს მწვანე ის რო არის, რა ქვია, ბარდა? აი უგემრიელესი. ნუ სუში. მწვანე ბარდა და ედამამე ქვია იაპონურად და შენ მაგას ეძახი? ედამამე არის და მაგიტო. და კიდე რა ვჭამე, სუში, მაგრამ it was kind of basic to be honest, don't hate me. და ეკონომიაკი დაგუგლეთ რა არის, ძალიან გემრიელი იყო. და მოკლედ მე რა უნდა წავსულიყავით ხალხო კინოში, რო გვენახა მატერიალისტი, ხო? Really? Yes. აი ხათ მითქით რომ მართლა ვამბობ ხალხო მატერიალისტის ნახვა მინდა და ძალიან რა თქმა უნდა იმიტომ რომ კრის ევანსი ძალიან მიყვარს და პედრო პასკალიც და მე გისაც ძალიან უნდა და დავით საუნებით რომ წავიდეთ და იმენა გაიროჟა მე მანდ არ წამოვალო რე ბიძახე ანუ 4 შაბათს შუაკვირაში რა მინდა და ეგო ისეთი ფილმი არისო რომ აი სახლში რა უნდა ჩაერთაო და ვითომ არც უყურავ თუ რა თქვი რაღაც ეგეთი cinema worthy არის ერთად მიდიოდი მეგობართან ერთად და რატომ the fuck ხო და ახლა მოემზადეთ. ხო და ვიყავი მეგობართან ერთად, მივედით კავეაში. ასე ყველაფერი ვიყიდეთ ავდივართ უკვე უნდა დორჯო ჩვენ ადგილებს და ვიღაცა უკვე სისმანდ რა. და მე არ მაქვს ბილეთები ნაყიდე ჩემო მეგობარმა იყიდა ხალხო და იცით როგორ არ მიყვარს ეგეთი რაღაცები, აი მისვლა და ახლა გარკვევა საქმეს და მახსოვს რომ მითხრა რომ აი ეს რიგი და ეს ნომრები არისო რა. და ანუ ფიზიკური ბილეთი მეთქი ხო ბილეთები რო არ მაქვს, ანუ ვერ მივდიო რომ ვაჩვენო რომ მეთქი აჰა ველოდები ან დებილი ვითოს გავარ ყველა მე მიყურებს ასე როგორ ველოდები ჩემ მეგობარს და მოვიდა მეთქი გეხოწები ტელეფონი მომეც თქო და ხედავ რომ ზუსტად იმ ადგილზე ზიან სადაც ჩვენ მოკლედ მეთქი ძალიან დიდი ბოდიში მეთქი რაღაცა და გავედით გარეთ რომ ადმინისტრატორი გვენახა ანუ არა თქნენ არა მაგათაც იგივე წერად მეთქი ვა როგორ მოხდა მეთქი რომ ანუ ეგრე დაბუქეს მეთქი რა აი ვიცი რაც მოხდებოდა სხვა რიგში იყავით თქვენ არა უარესი წინა დღეს უნდა წავსულიყავით და რა დასკანერდა შეგიშვეს? არავის არ დავსკანერებ, პროსტა ანუ ასე ვაჩვენეთ და შეგვიშვეს. Sorry, I don't want to fire anyone. შა მომეწონა, ანუ ეგ ხოდიც არის. ვამონდა გაჩიტა. დასკნა ეგ იყო, ხო? ანუ ვერ უყურე, თუ დარჩი. ანუ არ დაგტოვეს? არა, fully booked იყო მგონი. Oh my god. Bad for you. ხალხო მე რა თქმა უნდა ვუყურე. და ვიღაცების თორე ვნახე რომ ძალიან ბანძი არისო და არ უნდა უყუროთო და დრო დავხარჯათო და ანუ ეხლა რაღაცა შემოქმედებითობის ზენით არ უკავშირდება არანაირად არც სცენარი და არც გადაღების ტექნიკა, მაგრამ ძალიან მომეწონა რა ხო ხდები ორი უსიმპათიურესი კაცი რომ ერთ ფილმში არის და ერთი უსაყვარლესი გოგო? ხო, უსაყვარლესი არ უდე დოფლესი გოგო. Dakota Johnson ჩემთვის არის ხალხო, აი არ ვიცი, Libras
epitome, ანუ იბრას განსახიერება ჩავლებროთ ის ვიდეო Vogue-ის 74 კითხოს რო უსვამენ და ლაიმებზე რო არის რო გიждები ლაიმებზე და თორმე ალერგია აქვს მე იმენა მე სოიჩი ვინც არიცით იქ თორმე Vogue-ის 74 კითხვაზე წინასწარ მიდის რაღაც ჯგუფი და აწყობს სახლებს რომ ლამაზად გამოჩნდეს და დაულაგეს ამას ლაიმები რომ თესლად გამოჩენილი იყო და ისე კითხება რომ ესენი ერატოგილოგიაო და ძალიან მიყვარსო ანუ გოგო არ დაიბნა მე ვეთყოდი რომ დამელაგეს თქო იმიტომ რომ I'm an honest bitch 73 გადავამოწ Who gives a fuck? ხო და просто და ერთი წამი და ისიც დავახსენე და კოტა ჯონსონზე რომ ერთი სიტყვით თუ ნუ ერთი წინა დადებით რომ დააკენსელა თავიდან ბოლომდე Ellen DeGeneres მართლა ეგ არ მახსოვს რომ Ellen-ი ეუბნება კაროჩე ინტერვიუზე არის რომ ანუ დაბადების დღე გქონდა ახლა ხანსა ხო და რატო არ დამპატიშო და actually yes you were invited რა და ანუ მაგაზე მე დაიწყო რა Ellen is very rude რაღაც და ისე ეუბნება ის დედოფალი რომ არ მგონია რომ invited ვარო და ისე ეუბნება რომ no like ask anybody oh my god love her და ერთი დიდი განსხვავება და კოტა ჯონსონსა და ანა წიგნაძეს შორის ხალხო არის რაც თვითონაც აღნიშნა რომ Dakota Johnson თავისუფლად შეუძლია to be in silence რაც ანა წიგნაძესთვის ალერგიის მიმცემი არის სოიჩი აი ძალიან შურს რა აი დავსვათ რაღაცას კითხავენ და შენ ჩუმად ზიხარ ან რამე სიტუაციაში რა ხარ და შენ ჩუმად ყოფნა შეგიძლია მე არ შემილია აი გამორიცხულია დავიც უფრო შეუძლია მაგრამ ნუ დაკოტას დონეზე ვერ გახო ხო let's be real რა შეიძლება ფილმს ხალხო ვისაც არ გიყურებიათ ერთი 20 წამით გადაახვიეთ ანუ ჩემი აზრით ფინიში იყო ცოტა უცნაური იმიტომ რომ რაპონტია რა კრის ევანსი არის ღატაკი და ყოფილი ქმარი ან ყოფილი შეყვარებული აღარ მახსოვს ხო აი დიდი ხანი ხდებოდნენ ერთი ასპოილერ ფალხალს თუ პროსტ ფლოტს ეუბნები ვასპოილერებ ვუთხარი რომ გადასკროლონ შენ გიყვები მაინც არ ნახავ არ მინდა რომ ნახავ წავალ oh my god fuck you okay მაშინ ფინალი ყველა მიცის ყველა TikTok-ს ეწერს არა იმენა არ ვიცი ჩემ სტორიშიც მე დო რა არიცი შენ სტორის არ პროსტ ანუ თქვი მოგეწონა თუ არა ფილმი რამდენს დავწერდი 10-დან 6 ვაუ მაგრამ სასიამოვნოს ანახავ. ანუ მეორედ აღარ ჩართავ, მაგრამ პედროც და კრისიც ძალიან კარგად არიან მთელი ფილმი, ამიტომ გიჟდები რა გოგოზე ერთი სიტყვას არ თქვენ. ანუ ხა ძალიან ისქენი შენ ბოჭა არ და მინდოდა რომ კომენტარი გამეკეთებინე ფინალზე. გააკეთებ. ხო და დაგასპოილერებ რომ გავაკეთო. I will take it. Okay, მოკლედ ხალხო ბოლოს რჩება ეს ღარიბთან რა, მაშინ როდესაც არის matchmaker ეს გოგო და იცახის რომ მათია. იცა. როგორი დრამატული წამოდგომა იყო, იცით? იცახის რომ მეოკაჩი ვეძებო რომ იყოს ამ დიდარიო. ამას ამბობს მეხუთე წინადადებაში ფილმის რა. აი ძალიან მდიდარი იყოსა და ზუსტად ეგეთი არის პედრო პასკალი, აი საერთოდ მინუსი არაფერი აქვს რა ბიჭა, ხო შეიძლება და რაღაცა ჩაერთოთ, რომ აი რაღაცა ცუდი აქვს, არაფერი, აი იმენა perfect არის და ბოლოს მაგას მიაგდებს და რჩება იმასთან. მიუღებელია. ნუ ხა კრის ევანსი რო არის, okay, we get it, მაგრამ პედრო იყო იქით მხარეს. თქვენს გაგვიზიარეთ ხალხო რას ფიქრობთ, იმიტომ რომ it was weird და ის ფაქტი რომ ქალი იყო რა რეჟისორი ამ ფილმის. და ქალმა დაწერა ესა. That is weird. ხო და მოკლედ მე ვეჭვალი წავალ, მაგრამ თქვენი იდეებიც ისე კერდა თქვენი კომენტარიც გვაინტერესებს. ის ნახე ძალიან პერმერი დაგიწერა რა ფილმზე ლაპარაკობდი. კი, ეგ უნდა მახსენებინა ახლა რომ კინოებზე ხალხო, ჯერ ეს ერთი მადლობა ყველას რეკომენდაციებისთვის, მგონი ერთი 90 კინო სია ჩამოვწერეთ. და თან ნამე ქვია მაგ ფილმს. გაგეხსენდა მე რა? Yes. კაია ვუყურა? კი ვეჭვალი. თუ იპოვი არ ვიცი თუ დავს ინტერნეტში. I'll find it. ან თუ გაქვთ დაივის ლინკი მეგობრებო. ხალხი თურმე უყურებს, ძალიან გამიხარდანი, ძალიან ბევრმა დაწერა ქართული ფილმები და ამბები. როგორი თესლი აუდიტორია ყავს. ძალიან თესლი ხალხი, მენა ძალიან თესლი. მოკლედ, ერთი ნიუს რომელიც მინდა მე განვიხილო, რაც ეხება მომღერლებს, კონკრეტულად კი Lola Young. ხო იცი Lola Young. Yola Lola Young-ი გაიჩიტა იმ ერთი სიმღერით Messy, რომელსაც მე ვუსმენდი ძალიან და სანამ გაიჩიტებოდა. Let's make that clear. ვიცოდი რა აუცილებლად იტყოდი ამას. I want credits to my cousin Sobho, იმიტომ რომ აუზერა მივიდოდი წინა საფხულს, მაშინ ვუსმენდით. სადღაც 30 წლის იქნება ხო ეგ გოგჩანა ძალიან ახალი ხო? არ ვიცი. ანუ
რაღაცა ცოტა ძომა პაკალენიამაც იცის თუ ძალიან Chapel Brown ტიპია. 24 წლის არის. I'm sorry. Looks older. შენზე უმცროსი. ჩემზე უმცროსი. Yeah. ნუ იცახი მაგას. მერე? ხოდა კონცერტზე იყო და აი ვიდეოს ჩავსვამ. Sorry guys, my ears are going. Can I get my ears in, please? Who do you want? Sorry guys, I'm on. Can we sing along, please? If you've ever felt kind of like what just happened there, you just don't feel good, you know? Sometimes we don't. But let me tell you something, Wembley, you absolutely are. Always. ხალხო, მოკლედ ყველა პროფესიონალურ მომღერალს უკეთია ყურში აი რაღაც სპეციალური დანადგარი, ანუ რაშიც ესმის სპეციალური მუსიკა, რომ უკეთესად იმღერა და ნოტები გაარტყან და კაროჩე ეგ აეშალაო და ანუ არ უმუშავებდაო და მაგის გამო საშინლად იმღერაო რა. და მე კომენტარებში წერებოდა რომ ანუ აი ბევრი მომღერალი არის, ვინც მაგის garaშეც ჩაოლებრად მღერისა, просто she is just not trained in live singing. და იცი რა იყო საშინელება, მე დაიდრაფა ვიდეო, აი backstage-ზე როგორ გადის და როგორ ტირის. ნახე ეგ ვიდეო? კი. ძალიან ჩოდოა. მე რატო არის ამ ხოლოდიელ გახოწები ჩემი გოგჩო ბავშვობის სალინე გამეზე ლაივში ბაბშე ვერ მღეროდა ვერასდროს და ყველამ ვიცოდით, მაგრამ მაინც გვიყვარდა და ანუ რატო ანუ ამ big deal გახდა მასე შეველაპარაკე წინა პოდკასტში რა საბრინა კარპენტერის აბლოშკაზე ხო და მაგაზე ხო ატყდა ამბავი თურმე ძალიან ამბავი ყოფილა ტახილიაც მე არ ვიცოდი და Alex Earl ჩვენი TikTok-ის დედოფალი გაუკეთებია მაგაზე კომენტარი რომ ანუ ყველაო ძალიან რეაგირებთ ასეთ რაღაცებზეო რა და big deals ნუხდით რა let things go და რაღაც ანუ ზუსტად მე დაკენსელდა მაგის გამო მოუწია რომ წაეშალა იკვიდა ანუ იცი რასაწვევიან რომ ეგო ვითომ დიდარ ოჯახში გაზრდილი რო არისო და არანაირი პრობლემა ცხოვრებაში არ ქონიაო და ესე რომ იძახისო ყველაფერზეო რა let things go და ძალიან overreacting საკეთებთო ხალხიო ვითომ რა უფლებითო რა მაგიტო იჭმევა ძალიან სერიოზულად და კაროჩე მეცოდება pretty privilege is real you guys იცი რა არის ანუ მე რა თქმა უნდა ვიტყოდი მაგას და შენც გითხარი რომ ამბობდი რომ მეთქი it's not a big deal არა მეც მაგას ვამბობ რომ it's not a big deal მაგრამ აი უკვე ძალიან დიდი ფიგურა როცა ხარ და აი ბევრნაირი ადამიანი ყურებს ძალიან შეზღუდული ხარ რა შეგიძლია რა თქვა ხვდები აი ყველაფერზე შეიძლება გამოგეკიდონ და მაგიტოა ძალიან საშიში A-list celebrity რო ხარ რო ყველაფერი შეიძლება Alex Earl A-list არის შენი აზრი TikTok-ის A-list არის A++ ხო და აი ყველაფერი შეიძლება ცუდად დაატრიალონ და რაღაც ედმეტი არ მოგივიდეს და ვიღაცას რამე არ კაროჩე მაგაზე რა მახსენდება იცი ანუ მე რამდენ წუთში დავკენსელდებოდი მაგის ადგილას ვიტყარ ხო რამდენი რამე იჭრება ამ პოდკასტიდან ოღონდ რო იცოდეთ სამწუხაროდ იშლება ყველაფერი თორე აი ის რო გაგვეკეთებინა compilation ანუ მე რო ვიყო მაგის ადგილას ზუსტად 5 წუთი დამჭირდება რომ სოფლიომ დამაკენსელოს და იქვე დამთავრდება ჩემი კარიერა просто მე რაზე წლება გული იცი რომ ისეთი media trained არის ყველა და ყველაფერი აბსოლუტურად რა აი ინტერვიუებსაც მგონია რომ ყველას ძალიან დაყენებული პასუხები და there's no personality at all იმიტომ რომ აი მე რომ ახსენდება 2000-იანებში რა იყო acceptable to say ის ფაქტი გახსოვს Nicole Richie ხო იცით ვინ არის Nicole დედოფალი Richie მოკლედ თავის სამეგობროში ძალიან დიდ წრეში გააგზავნა იმეილი like a party invitation და ყველას გააფრთხილა რომ ანუ კარებთან რომ შემოხვალთო იქნებაო ასაწონიო რა სასწორიო და ანუ რაღაც კილოგრამზე მეტი ხარ ვერ შემოხვალ პარტიზეო თუ გოგო ხარო ძალიან მიყვარს ხო ჯერათ სად ვიყავი და სად ვართ ახლა არ ვამბობ რა ხარ იდეა bring that back ანუ მართლა bring that back იმიტომ რომ ეხა ჩვენ ეს wokeness უფრო არ არის საქართველოში ხა იმიტომ რომ ყველა იმას იძახის რაც უსწორდება მაგრამ ამერიკაში მე მგონია რომ აი ორ წინადადებას ვერ იტყვი გადაბმულოთ რომ რაღაცაზე შარი არ მოგდონ I could never ანუ არ არსებობს ხალხო მე არ შემიძლია ეგ რა შენ იმენა ჩაჭდებოდი ზუსტად იმას იტყოდი რისი მოსმენას მთელ ამერიკას ენდობებოდა აი გაძვრებოდა იმ შუალედში როგორც მეგრელი oh well too bad yeah ხოდა ნუ Alex Earl-ის დაკენსელება ამ შემთხვევაში მე არ მომხრობი ხალხო მაგრამ Alex Earl-ზე გახსოვს რა ჩაგეკდა ის პოსტი რაბა მოკლედ Alex Earl-მა გააკეთა statement-ი სადაც თქვა რომ she's pro-Palestine
და მაგის გამო რომელიღაც ბრენდმა შეწყვიტა მასთან მუშაობა. რის შედეგადაც ანუ მგონი მოიგო დაჟე or she's suing them. უჩვარა ვითომ თანამშრომლობა რა შეუწყვიტეს მაგის გამო? Yeah. და ანუ she is up there. Damn. იმას უყურე Alex Cooper-ი მეორის Call Her Daddy პოდკასტებისა მაგის დოკუმენტური არა შენ არც მე უყურებია ჯერ უნდა ვუყუროთ ყველა ბანჩი მინდა მაგრამ ვუყურებდი Sarah Jessica Parker-ის ინტერვიუს Alex Cooper-თან ანუ ყველაზე ცოდი რა იყო რომ Alex Cooper-ი ეკითხება Sarah Jessica Parker-ს Sexy Dit ქალაქში ხალხო ვისაც სახელებს ჩვენს ავით არ გახსოვთ როგორ დაგიძახაო რა და ისონება Sarah Jessica-ო ანუ ჩარდი Sarah Jessica-ს ვის ეძახიან რა ან SJ-ო რა და ესე ჩალიშება რა კაიო მაშინ Sarah-ს დაგიზახება მე და იმენ არა მე არაფერი იმენაც გაუცინა ანუ აი Sarah Jessica ხა რა აი ვინ ეძახის ჩოლებრივ და middle names ადამიანებს no one does that და ვუყურე მთელ ინტერვიუს შენ უყურე ერთი წამი ახლა იმ სტატიას ეძებს ხალხო და he will let you guys know ვაიმე პირიქით ყოფილა ხო მეც ეგრე მახსოვდა რომ ისრაელს დაუჭირა მხარე ხო და მე ვიფიქრე შენ ჩამიგდა რომ მეთქი ებრაელიას უოჭოლი და მაგმანჩი ითქვა და მე მოგწერე რა დედოფალი თქო და wasn't that weird and არ გაგიკვირდა მაინც I am taking a lot of words back you guys Alex Earl shut the fuck up you better be cancelled ხმერდა ხო და Sarah Jessica Parker იყო Alex Cooper-თან და ვუყურე ინტერვიუს აბვი ანუ ყველაზე გასაოცარი ცით რა არის ხალხო აი თუ უყურეთ ან ვინც აპირებთ ზის ერთი წინადადება რა თქვა სჭირდება ზუსტად 45 წამი ერთი წამის ნაცვლად ანუ ძალიან Sarah Jessica SJ ეს ის აი დავით მართლა ვიტანჯე რა აი ვკაჩაობთ რომ მეთქ მიდი არა თქვი დაასრულა 45 წამი ცოტა ანუ აი დიდი ხანი უნდებოდა რაღაცის თქმაში 45 წამი არის ნელა ანუ წამები არ დამითვლია შეჩემა ბიჭო გეუნები რომ დიდი ხანი უნდა აი ხა ერთი წინადადება თქვი 5 წამში ხო იმას არაფერი არ ესმის chill ანუ ძალიან კაჩაობდი ძალიან ელაპარაკობდა დავიტანჯე მართლა გეუნები და ფიქრობს სანამ იტყვის რამეს ფიქრობს გაგიგია ეგეთი კონცეფცია ხო და მე ხალხი ვიღაცაები წერდნენ კომენტარში რომ იმენა სახე გაგძრაო ქალო ცოტა სტრაფადო და მე ვიღაცა თქმა უნდა გამოხდა TikTok-ზე და დააბრუნოთო რომ ხალხი ფიქრობს სანამ ლაპარაკობსო და აი ყველაფერი გიჟევით რომ მიდის და რაღაცა ეგრე ანუ მართლა ხო ეგრე აიწყო ყველაფერი მე TikTok-ზე რასაც უყურებ ყველაფერს 2x-ით და ანუ მამი ჩემი შტერდება ხოლმე რა აი ესე რომ მიდის და ყველაფერი რომ გესმის მართ არა და იყო რომ Trisha Paytas დავცინოდით იმის გამო რომ ძალიან სტრაფად ლაპარაკობდა კიდევ ლაპარაკობს სანჩკა რა მე მგონი Trisha ერთადერთი ხო და არა იმე მე იმდანად მივეჩვია რომ მართლა გამიჭირდა ხო იმენა ვიტანჯებოდი მთელი საათი და მაგრამ მართლა მე მიყვარს რა ყველაზე მეტად ეგ გაგიკვირდა მე რა გამიკვირდა იცი ყველაზე მეტად რომ ლოფერები ეცვა Sarah's არც კი მახსოვს She was wearing flats ქუსლები რო არ ეცვა ხო ეგ მახსოვს მე კონკრეტულად რა ეცვა არ მახსოვს შენ ძალიან ცუდა in my opinion what is wrong with her და Alex Cooper-საც არ მომეწონა როგორ ეცვა არა ის ნახე ის ვიდეო რო გადარბიან კი მან ძალიან teaser მან ძალიან სულაცვია ეგ ეცვა ზუსტად იმასაც მაშინ ძალიან მომეწონა რაც ეცვა Alex Cooper-ს ხო ძალიან უცნაურად ეცვა და მე ქერის გარდერობი თურმე ხალხო მთლიანად აქვს მაგას რაღაც კონტრაქტში უწერია რომ რასაც ქერი ჩაიცმამს ამას რჩება და არაფერს არ ვიყენებო ოღონდ და ყველაფერი შენახული აქვს what the fuck greed ვის უნახავს ანუ მართლა ვის greed ეგ არის გაუმაწყრობა და რა პონჩია გაუმაწყრობა ან ისთვის გინდა მაშინ ხო და ვერ ხვდები რატო არ უნდა ხო დაუკავშირდით Sarah Jessica-ს გთხოვთ და გაგვაგებინეთ Sarah Jessica-ს აღარ დაშეგეშალ Sarah-ს არ მიმართეთ მიყვარს მე ხდება ჩემთან კიდე საინტერესო გაინტერესებს კიდან ანუ ისე უკანზე ხარ კისერი მწყდება რო გიყურებ არც მიყურებ არასდროს that's the fucking problem მოკლედ ცოტა ხანში ჩატარდება საქართველოში ბავშვების ევროვიზია და არის უდიდესი დრამა იმაზე რომ ვატარებთ რაღაც 8 ადგილიან venue-ზე
რა კომენტარს გაკეთებდეთ თქვენ? მე ჯერ ერთი რომ ვგიჟდები ევროვიზიაზე როგორც იცით. გასაკუთრებით საბავშვოზე, იმიტომ რომ მან at და least მან ძალიან კარგად მიხარია რომ ჩვენთან ტარდება. უბრალოდ მაგაზე ეგ დრამა მე შემხვდა და ვიღაცა წერდა რომ წინაზეც ხო ჩატარდა ლიზი პოპი რო იყო წამყვანი დედოფალი. ხო და მაშინ ნახევარი დარბაზიც არიელი იყო. კოვიდის დროს? არა, მანამდე იყო. მანამდე. ხო, ანუ ვითომ ბილეთები არ გაიყიდა, არ ვიცი სად იყიდებოდა, ეგეც არ მახსოვს და მაგპენჩიო ვითომ არა უფალსო პატარა რო არისო და ისედაც ანუ აი პატარა დარბაზებში ტარდება ხოლმე, ნუ 800 კაცი მასშტაბზე, არ ვიცი რამ ხელა არის ხა რეალურად. იყო მგონი რომ ალიღაც. ხო და ნუ არა უშავს 800 კაცი თუ ჩვენც ვიყავით. გინდა წავიდეთ. ბაზარი არა მინდა. უჯერ წავიდეთ, როგორც აი вообще ჩვენ ხარ წავიყვანოთ ხალხო საბავშვო ევროვიზია. Let's do that. Let's fucking do that. ოღონდ აი ჩემთვის live TV არის როგორი საშიში. აი რა პროსტა არაფერი არ უნდა წამოხდეს. და სიტყვა პროსტა არ უნდა ვთქვა live-ში ანუ წამოხსდეზე არ არის. ანუ კაი წამოხსდენას და რამეს უზამ არა. ირ რო დაგავიწყოს ვაფშე რო ტვინში წაგეშალოს ხოლ. არა მე მეშინა რომ აი რამე წამომწება აი ფილწის. არ გემართება ხოლმე რო ნერვიულობ და ტვინში რო ყველაფერი გიქრება. არ ნერვიულობ. Shut up. მე მემართება რომ აი რაღაცაზე რო ნერვიულო. ერთხელ მე მყავდა მუსიკალურში ერთ-ერთი ის რა საღამოზე ბავშვები უკრავდნენ, იმიტომ რომ კარგად ვერ უკრავდი და დამაყენეს რომ წაიყვანა. Oh my god, that was funny. Child trauma. საერთოდ არ არის trauma, იმიტომ რომ 7 წელი ვიარე, მაგრამ არც ერთი დღე არ მივარჯი შეესახში, იმიტომ რომ იმისთვის მივდიოდი, რომ ძალიან მიყვარდა იქ ბავშვები და ძალიან მიყვარდა ჩემი მასწავლებელი და იმენა გასართობად დავდიოდი მუსიკალურში. უნდა გაერთო ეგეთი რაღაცა. და კვირაში 2-ჯერ თუ 3-ჯერ როცა მქონდა ხოლმე, მაშინ ის 45 წუთი ვუკრავდი, მაგრამ ჩემ შულს აუცილებლად ვატარებ, მცხად რო არ აინტერესებდეს, იმიტომ რომ მგონია რომ ჩემი ტვინი რო ესე განვითარდა, მაგის დამსახურებაა და შენ რო არ გივლია, გატყობ ხოლმე რაღაც მომენტებში. ბაზარი არა. არა პიანინოზე სიარული მართლა ძალიან კარგი ხო და ეს დამაყენეს და ისევ ნერვიულობდი. ხალხო იმის მერე ანუ მეშინია და ვფიქრობ ხოლმე რომ ლაივში როგორ მიყავთ რა. აი მავიწყებო და მეჭირა წინა უნდა წამეკითხა და მაინც მავიწყებოდა. მე შემხვდა TikTok-ზე სპეციალური ვიდეოები რომ ითამაშო რა, შეგიძლია თუ არა რომ აი teleprompter-ზე რომ ამოვა სიტყვები წაიკითხო. გიჟდები მე გასულ ვაკეთე. გიჟდები მე ხალხო ანუ ოღონდ ქარა რო არ და გიჟებით რომ მივყვები და მე რო ვერ ვეწავი ხანდახან და კომენტარებში წერენ რომ ესო რეპიკი არ არისო, ესო კითხვის რაღაც. რო აჭამე რომ ძალიან ჩქარია მეთქი. Yes. არ ვიცი მე მგონი რომ ძალიან კარგად გამოგვივიდა რომ წაგვეყვანა. ღმერთო, მოწო შენი მანიფესტაციები, ზე? როდის სტარტდება ხო არ გახსოვს? გონი ნოემბერშია ხოლმე ყოველთვის. აი ნოემბრამდე უაჭველი რაღაც მოვიხოდებით ხალხო რა. ნოემბრამდე ყოველ პენჩ დავიკლებთ. ეგ არის ჩვენი მოხდვის ზენიტი. Wow, that would be great. მე ბილეთები იყიდება? ანუ ზოგადად იყიდება ხოლმე და აქ არ ვიცი, ალბათ 800 კაცზე I don't know. თულ იქნება რა. არა მგონია რომ ხალხმა ვენები გადაიჭრას ახლა მან წასვლაზე. არ ვიცი. Let's fucking go, doggy. ჩვენ წავიდეთ უაჭვალე. Yeah. შენ Jennifer Lopez-ზე მიდიხარ? კი. It's coming up. I know, just Timberlake-ის ბილეთები მაგ გასაყიდე, იმიტომ რომ იმ პირობით ვიყიდეთ, ჩემ დაქალებს და მე. წამი, ხო გავყიდე უკვე? არა, ვერ გავყიდე ჯერ. აი, წამი მყავს ვისაც უნდა ყიდო. Really? Yeah. Oh my god. ჩემ დაქალებთან და მე ვიყიდეთ Justin-ის, მე მოგიხსენებათ მივხვდით რომ არ გვიყვარს და ვიყიდეთ J-Lo იმ პირობით რომ ამას უეჭველი გავყიდით, მაგრამ ჯერ რა გაგვიყიდია და უნდა გავყიდო უე და წავიდე, ანუ ჯერ ერევანში რო ვიქნები. და მე J-Lo-ზე გშურს. შენ გითხარი? მეთქი წავიდეთ ხო და იმენა არ მაინდა მე. არ მინდა. მე მინდა ბუდაპეშტში. ანა. Oui. მე მაინტერესებს მზად ვართ თუ არა მესამე მსოფლიო ომისთვის. Oh my god. That scares me, you guys. იმ ფოტოს რო ნახულობ რუკაზე რო არის გაწითლებული არეები, სადაც არის ომი რა და იმენა ჩვენ სამხრეთ და აზერბაიჯანი და თურქეთი რო ვართ შუაში მარტო თეთრად და ყველაფერი წითელია ჩვენ გარშემო. ხალხო ყველას გირჩევთ რომ ახლა ვიყიდოთ ახალი ზელანდიის ბილეთები და ჩავარდეთ ემიგრანტებად მანდ ფიჯიზე რო Love Island-ის ხალხს შევუერთდა. აუზე მაგასა ფიჯიზე იღებენ ფიჯიზე იღებენ და ეხლა არის გადაღების სეზონი და როცა გრძელდება დაახლოებით თვენახევარი 2 თვემდე გრძელდება რა გადაღებები.
ან ცოტა უფრო მეტი და წარმოგიდგენთ ტელეფონთან კონტაქტი. ვაფშე ტელეფონი არა აქვთ რა მაგათ. და ანუ ომი დაიწყოს, ისე იქნებიან იმ ხოდებში, რომ არა მე მიყვარე ხარ არა შენ მიღალატე, რომ ვერ გაიგებენ რომ ხალხი ერთმანეთს კლავთ აქეთ. მაგრამ ეგ real გონია რომ იმენა 24 საათი არ აქვთ. კამერები რო ჩერდება. ანუ ეხლა რა თქმა უნდა, ვინც იღებს და მაგ ხალხთ production-თან აქვს შეხება, მაგრამ არ მგონია რომ ტელეფონები ქონდათ. იცი რატო? ერთი გოგო, რომელიც ყოველსა გვიყვარს, ლია, რო გამოვიდა და რო დამხვდაო რაღაც 4 მილიონი ფოლოვერი დახვდა, რო შევიდა ყავდა 40 და გამოვსტერდი, აი მართლა არ მეგონა თუ ესეთი პოპულარული ვიყავი და I don't know. Oh, that's so cool. ხა, არ ვიცი, ალბათ ისე ხო აი შობლებს არ უნდა დაურეკო იქინა. Oh, that's your only concern. მაგრამ ისინი 24 საათი გიყურებენ და საერთოდ. მაგრამ live ხო არ არის ჩაწერის მერე ერთ წელში გამოდის ალბათ. არა. იწერება და მეორე საღამოს გამოდის. What? Really? ეგ არის მთელი თემა. თემ. ხო, ეგ არის live voting არის მერე ვინ გავაგდოთ ამერიკა ირჩევს რომ ამათ მივცეთ ხმა და ეგ არის მთელი ხოდი. ხო, ეხლა მიდის გადაღება, ეხლა დღეს რასაც აკეთებენ, ხვალ საღამოს დაიდება ჩვენთან. Damn, უნდა დააფასონ ვიდეო ედიტორები, იმიტომ რომ ეგრეს თან რადონის ერიჩინგი არის. ხშირად ვფიქრობ ხოლმე მართლა რა, აი რაღაცა რო გინდა იმენა აი ჩვენი ვიდეოს დაედიტებასაც რამდენი რაღაც უნდა იქ რაღაც მუსიკის დადება თან რამდენი footage არის წარმოიდგინე რომ 24 საათი ყოველს იღებენ და რა არის ჩასასმელი რომ გადააწყო რა არ უნდა ჩასვა იმენა ძალიან დიდი შრომა არის ხალხო და თქვენ reality TV-ს ეგრე აგდებით ნუ უყურებთ რა ზუსტად exactly მაგრამ მართლა რას ფიქრობ იმაზე რა გუშველება ეხლა რომ ამერიკას ჩაერთო გუშინ ხო ძალიან მეშინია ხო და ამერიკელები ხო ძალიან არასერიოზულები არიან და რაღაც სიმღერა შემხვდა TikTok-ზე ბიჭი მღერის რომ გთხოვი რანო არ მოხვიდა ჩვენთან აი მე პროსტა იმაზე ვფიქრობ აი ჩვენი თაობა რო იქნება ხელისუფლებაში და ვაფშე პოლიტიკაში აი როგორ უნდა წარიმართოს აი ჩემი აზრით ჩვენ თაობაშიც არიან რაღაც ულმოდური სისხლის მოგრელი ხალხი და ეგენი იქნებიან იმაშიც ძალაუფლებაში ყოველპანჩი წარმოგიდგენ 21 საუკუნე ყოფილა ეგრე და ეხლა რა შეიძლება ყველაზე მთავარი არის ხალხი როდესაც არავინ არ ლაპარაკობს რომ რამდენი ფული გასება ომებით ანუ რამდენი ინდუსტრია დგას ომზე და ის რომ ომები უნდა იყოს და ისე მეც არ ვიტყვი არაფერს უდანაშაულო ხალხი ეწირება oh my god ხალხი მასონების ძალიან მეშინია საბერ მე არა. ჩემი თავის არ მეშინია. შენ და ია ერთად ხარ თან? სხვადასხვა ლოჟებში ვარ სამწუხაროდ ჯერ ვერ გადავიყვეთ. ახვალ შენც იქამდე. Oh, thank you. Yes, you will. მაშ. ახლა რა შეეხება უფრო გლობალურ თემას, ისევ და ისევ ტექს მოყაროს ინფორმაციები მაქვს მე. ხალხო გავიგეთ დაიდროპა ნიუსი რომ პირად მონაცემთა ყველაზე დიდი გაჟონვა მოხდა ამ დღეებში 16 მილიარდი მონაცემი. ყველა ჩემი აკაუნტი კიდევ კარგი დაცული არის, იყო აქამდეც დაცული. როგორ რა იცი? 2FA მაგ ყველაფერზე აბსოლუტურად. და ეგ რო გაქვს ანუ ვერაფერს მან ძალიან რთული არის ხო უკვე რა. მეც ეგ მაგ მგონი ყველას ეგ აქვს. ჯერტე Google ითხოვს რომ აუცილებლად გქონდეს ეგ არა? ხო, მაგრამ ანუ წარმოიდგინე იმდენი აკაუნტი შეიძლება გქონდეს მიმული Google-თან. მაგალითად არ ვიცი რა ვებსაიტები შეიძლება კიდე არსებობდეს არა. ანუ ხო, აი რაღაც ეგეთი რაღაცები რა, მანდაც ხო უნდა გქონდეს რა წესი და 2FA, მაგრამ ანუ არა. ამიტომ მეგობრებო ყველაფერი გადაამოწმეთ. და სადმე Deus Ex ბაზას? გინდა რომ შეხვიდე. კი, აი მასლა მინდა. ანუ აი რა პონჩი დალიქდა რომ ანუ დაიდო რაღაც იმეილი და პაროლი თუ რა ხდება? Username-ების ბაზარი, პაროლების ბაზარი და სხვა ეგეთი ინფორმაციების ბაზარი. Okay. Love that for me. არ გეშენია? არ მეშინია, ჯერ ერთი რომს გამიტახა რა უნდა წაიღონ ჩემგან. აი კვირაში ერთი დღე, აი ყოველთვის მაგ ერთი დღე როცა ვფიქრობ რომ აი როგორ მინდა რომ აი ყველანაირი ტექნოლოგიის გარეშე ვიცხოვრო, აი არანაირი კონტაქტი არ მქონდეს არც ერთ სოციმედიასთან, უბრალოდ მოვიდე, ჩავწერო და წავიდე და ჩემ iPad-თან ერთად ვხატო. Me and my iPad. Me and my iPad. მე რა გიშლის ხალხს? ზუსტად. რა გიშლის ხალხს? რავი, ყველაფერი სამწუხაროდ აი ეგ მაგ უნდა დავტესტო. ერთი კვირა უნდა დავტესტო, რომ ვიყიდე რამე Tesla Nokia.
რაღაც ისეთი. არა, ნეკი არა, ის უნდა იყიდა ესე გადასაშრელი ტელეფონი რო ეგეთი მქონდა. ჩემ მეგობარმა იყიდა ამ ბოლო დროს და აი ხო ხდები რომ ლაპარაკობ და აი ესე რა უნდა მოხურა მე. გიჟდები. აი ძალიან მინდა რომ მაგრამ I could never ხალხო ადრეც თქვი მე მგონი რომ რაღაცა წიგნის კითხვის ძალიან დიდი პაუზა მქონდა და გუშინ ხალხო რომ გავიღვიძე შაბათი დღე იყო დილის 11-ზე და 7 საათი ისე მოვიდა რომ ლეპტოპი ტელეფონი და მეთქი I should stop that გავედი გადმოვიღე წიგნი მეთქი ბელაპონში ახლა წიგნი უნდა წავიკითხო და მე რო ვფიქრობდი რომ აი რამდენი ხანია ეს არ გამიგე იმიტომ რომ ცოტა ვკითხულობ ტელეფონში შეუძლებელი არის ჩემთვის რომ ტელეფონში წავიკითხო. არა, თავი ამტკდება 2 წამში. iBooks to books როგორ ქვია არ მახსოვს. ხა, აი მან ძალიან კარგად იწერება და ის ლამაზად გადადის, ძალიან მომწონს და ეგ უნდა შეწყდეს. იმენ აი მატერიალურად რა ესე წიგნი დავიჭირე ხელში, მეთქი oh my god. That is embarrassing. ძალიან კაი იყო და მე ვსუნავდი და მეთქი ღმერთო ფლეშბექები წამოიღო. Wow. I know, რამე კაი წიგნი მათხოვა. ხალხო, ეგრევე წიგში რომ აჰა ის წიგნი სად არის დაგიბრუნა? კი. კიდევ კაი. წიგში ძალიან მენანება ფულის გადახდა და აუნაჯი. იმიტომ რომ წაიკითხავ და ვშო. მე არის უბრალოდ ადგილის დამკავებელი რაღაც. რამდენი სპონსორი ჩაგვეხაზა ახლა უკვე ხვდებით მეგობრებო, ეს რა თქვა? საბა. არა საჭირო რა წიგში. საბა ზუსტად შეუძლია რომ დამესპონსოროს, იმიტომ რომ ის არის online რაღაც. ჯერტი მქონდა საბას subscription, ვიღაცამ ძალიან აქო და აუდიო წიგნებიც აქვს, მაგრამ იმ თვეში რაღაცაზე ვიყავი გადართული რაღაც შოუს უყურებდი და მაგის აუდიო ვეღარ ჩავ. აი, ეგ მიზეზები ხო იცი რა ულევია. მით უმეტეს ჩვენი with our obsession with reality TV მგონი არა. მაგრამ აი შენ დაუშვათ ხატვა რო გევასება, უფრო მარტივია რომ გადაერთო, იმიტომ რომ აი რაღაც ჰობად გაქვს ეგ მომენტი რა და მე ვერ ვიპოვე აი ეგრე რამეოსება აი პიანინოზე დაკვრას უნდა დაუბრუნდა ისევ და ისევ იმიტომ რომ მე ხალხო ისე მეზიზღებოდა სახში რომ გვედგარი დედაჩემს გავაჩუქებინა სახლიდან პიანინო და ეხლა არ გვაქვს საერთოდ რატო არ გავასებოდა ანუ იცი რატო იქ რო იდო დედაჩემს უმეუნებოდა რომ მიდი დაუკარი და მეთქი ამას რომ მოვიშორებ ესეც დამთავრდება ხო და იმ დღეს შემდეგ ქალთან ვიყავი და იმას ქონდა რაღაც პატარა და დავდექი და ვუკრავ და რაღაც აი ძალიან გამისწორდა რა და თან ტვინსაც ხო ავარჯიშებს და მე მგონი უნდა ვიყიდო სახლისთვის და დავჭდა და რაღაცა ის რო ვისწავლო ხოლმე გასწორებ ხანდახან მაგრამ ხო ვიცი ვიყიდი და დავაგდე მე 2 დღეში 3 დღეში ხო და იმ გონკებში ვარ მაგრამ ღირს თუ არ ღირს ხო I should buy that I think yeah ანუ იცი აი მაგ ჩემ და ქალში ანუ პიანინო არ იყიდა მიდი იყიდა ეს პატარა პირო არის ხო მაგრამ ხო მესმის მაგას ოპერატი ისედაც როიალი არ მინდა უბრალოდ იცი რას ვამბობ აი მე ჩემ ჰობებში ინვესტიციას არ ვახდენ ფულის და არც რესურსის რა აი რაღაც ისულელებში ჭამაში ვახდენ ინვესტირებას ძირითადად მაგრამ აი ეს ჩემი დაქალი არის რო გითხარი პიანინო იყიდა თქვა ანუ აი პერიოდულად რაღაც 3 თვე აქვს ეს ჰობი დადიოდა რაღაც კერვის კურსებზე 3 თვე კერამიკის კურსებზე იქ პიანინო ანუ აი ვგიჟდები და ძალიან ვაფასებ მაგას ხვდები ანუ აი მომწონს რომ ეგრე აკეთებს და აი იშვიათი არის ჩემ გარშემო ბევრი არ არის ეგეთი რა რაღაც ჰობად კონდეს და რაღაცით სიამოვნებად ზოგადად არ გჩვევია მგონი როგორც საზოგადოებას რა ჩვენ ვარ ძალიან აი გავედით კაფეში ვიჭორავეთ წავედით აუზზე ვიჭორავეთ სუსტად გავედით ქალაქში ვიჭორავეთ მე მინდა რომ ისე ვიყო იმიტომ რომ ჭარავობა ნუ სულ იქნება ჩემ ცხოვრებაში და ვგიჟდები გამოძერწე და თან იჭორავე ყველაზე მეტად მიყვარს მაგრამ ანუ ჩემი აზრით მაგას ისიც განაპირობებს რომ აი ყველაფერი მატერიალურ ხარჯებთან არის დაკავშირებული და ეხა აი კერამიკა ცოტა ძვირი ჰობი არის კი ანუ არ ვიცი ერთი სესია აღარ 70 ლარი და ყოველ თვეში რომ 12 ჯერ მიდიხარ ვფიქრობ რომ ძვირი იქნება I don't know შენ 12 ჯერ მიდიხარ უკვე ჰობი არ არის ეგ არის, ანუ კურსზე რო ეწარები, გასწავლიან ტექნიკას და კვირაში 2 ჯერ დადიოდა მე მგონი. ხო. ხო. რამდენი სიხდიდა? არ მახსოვს. 1000 რაღაც ლარს. არ მახსოვს, მაგრამ ძვირ სიხდიდა, რადგან არ შევედი. ხო და ანუ აი ხალხზე ვამბობ რა, აი თუфет ყოველს ძალიან გაუსწორდება აი ჩაოლებრივ ადამიანსაც რომ რაღაცას აკეთებდნენ. ჩაოლებრივსაც. ხო, ანუ აი იმას კი ვამბობ რომ ახალგაზრდა და რაღაც მონდომებულს, აი ევროპაში რომ მოხუცებიც არიან და რაღაც სეკვისტრებზე რომ დადიან და სიმღერით ძალიან კაია და საქართველოში არაფერი არ აქვს. თუმცა ჩვენ რა გვიტყდება? ანუ აი არ არის კულტურულად მიღებული და ჩვენ უნდა შევცვალოთ ყველაფერთან ერთად. რასაკურველია, ხო? იმიტომ რომ ძალიან წარმოგიდგენ რომ ბერდებიან ხალხი ჩდებიან სახლში ვსა. ანუ არაფერს აღარ აკეთებ და თვლი რომ არაფერს აღარ წარმოადგენ და არავის აღარ ჭირდება. It needs to be stopped.
იმიტომ რომ შენ გაქვს ცხოვრების უფლება. ვისაუნებით 14 წლის ნიკას. თუ ხარ 14 წლის ნიკა, დაგვიწერე კომენტარი. გიჟდები ბიჭებზე, ვინც გვიყურებენ. ანუ ძალიან რაღაც კონკრეტულ კატეგორიაში გადიან, აი ძალიან აზემოსულები და დაინტერესებულები რაღაცეებით, აი და რომ წერენ ხოლმე, იმიტომ რომ ხალხი მე მწერს Instagram-ზე ყოველთვის, აი დღეს ერთ 3 ადამიანი მაინც წერს რაღაცაზე და დავით წერს არავინ. იმენა ვინმე შეუწერია. ანუ როგორი unapproachable არის და თქვენთვისაც მე მაგაზე მეცინება. ეგ არის ანაწიგნაძეს ბრალი, იმიტომ რომ მოიგონა რომ unapproachable ვარ. არა, იმენა ხარ, ანუ აი it's conversational არ ხარ შენ, რომ აი ვიღაცა მოგწეროს და შენ რაღაცაზე ელაპარაკო და ჩაერთო საუბარში. შენ რაღაც საქმეზე რომ მოგწერო, ნუ პასუხებ და დაამთავრებ და მე უფრო ისეთი ვარ chatty. You have more free time? Probably. No, I'm friendlier. არა, ეგ გარდაიჭეროთ. დიოტკა. ხოდა ძალიან მეცინება, აი დავითისთვისაც რომ ვიღაცას რაღაცის თქვა უნდა მემწერენ. ძალიან მიყარხარ, მე რა თქმა უნდა ძალიან მიხარია და ამას ძალიან შურს. I'm sure, არავის არაფერი I'm sure. შური ძალიან სუდი რამეა. I'm sounding more and more pathetic. მომწერეთ cloud. ან მართლა რომ მოგწერონ ახლა და მე არ უპასუხო. ანუ აი მაგას იზამიცი. ჩემი მეგობრები სულ მაჯამენ იმაზე, რომ აი ჩემთვის მაგალითად აი რაღაც ხომ მომწერ და უნდა დაგეთანხმო რაღაცაზე. და თუ დავალაიქე, ესე იგი დაგეთანხმე რა. და ყველას გონია რომ დავალაიქე, ესე იგი დავაიგნორე. ეგ ახალი თემაა? არ ვიცი უფრო. ანუ შენ ჩათვლიდი რომ დაგილაიქო რამე, რომ ან დაგაიგნორე. გაჩნია, მე უკვე შენ ძალიან კარგად გიცნობ და ხვდები და უნახავედაც რა აზრი გექნება კონკრეტულ თემაზე. მაგრამ იმას ვამბობ, რომ არ ხარ კაი მიმოწერის ტიპი რა. ანუ რაღაცას მიწერ, შეიძლება 3 საათში ნახოს, ან ნახოს და რაღაც ისე გიპასუხოს, რომ სხვაგან იყოს ვაფშე. ანუ აი გაგაღიზიანებს ხალხო, ამიტომ ეგრე უნდა დაურეკო თუ რამის მოგვარება გინდათ, არა? და მე ზოგადად ეგ ყოველ ჩემ მეგობარს უყვარს, მიყვარს ყველგან დარეკვა. აი სადმე თუ ეწერ. შენი მენა, ანუ არსაიდან შემოდის ხოლმე შენი. აი მიმოწერა მართლა ისე მეზიწყება. თან ჯერ ერთი ხო ვერ ხვდები ტონს, ვერ ხვდები რა უნდა. ანუ აი არაზოს ყოველთვის there's so much confusion over text. ტელეფონით თან არა ჯენზურია შენი. სხვათა შორის აი იმაში რესტორნებში თუ ჯავშნი სულ თმაზე სულ ანუ სადაც არ appointment-ი მაგასაკეთებელი ყოველთვის რეკავ. და გეშინიეს ხალხი არის რა ეშინიეს ზარის განხორციელების. პირიქით. და აი დედას რო არის. ეგ გვაქვს ერთი რომ უცხო ზარი რა შემოდის, ისე გვიხარია ორივეს. ხალხს აქვს. ეგ გვაერთიანებს. ჩვენ გვაქვს ჩვეულებრივი, ანუ ზოგადად ჩვენ თაობაში არის ჩვეულებრივი fear of unknown caller, ეგრე ქვია ხომ განე? ხო, რატო პირიქით? მე იმენა ვერთობი განსა. ანუ მე რატომ მგონია, რომ ვიღაცამ უნდა მითხრას, რომ ანუ ჯეკპოტი მოიგეო, არ ვიცი, მაგრამ ზუსტად ეგეთი რეაქცია. ანუ წამომალდივებზე. ანუ ყოველთვის მგონია, რომ რაღაც კაი უნდა მითხრან, როცა ვიღაც უცხო ზარი მირეკავს. აი, ცუდისკენ არასდროს მივიდოდი. ხალხი არის პირიქით, სრული უმრავლესობა არის პირიქით, რომ აი ვინ არის, რა უნდა მითხრას. What is wrong with you bitches? მე ისეთი fear of missing. მე ისე შევტოპე რომ ანუ უცხო ისა ნომერი რომ მერეკავს და თუ ვერა ვიღე, ეგრევე გადაურეკავ და გავარკვევ. Jasnāt. ხო, jasnāt, იმიტომ რომ ხალხო ისეთი fear of missing out მაქვს რომ ანუ რომ ვერ გავიგო სინამდვილეში რა უნდათ. ძირითადად შემთხვევაში არის ვიღაცა კაცს ეძებენ რომ ცხოვრებაში არ გამიგი. სოჩი მე რო ბილაინი მაქვს და არსად რო არის ჭერს მეთქი ჯეოსელსაც ავიღებ რომ ხანდახან ვიყო კონტაქტზე როცა ქალაქიდან გავა და ვიღაცის ნომერი იყო ეთყობა და გაუჩერებლად მთელი წელი მირეკავდნენ ქალბატონ მაკას უკავშირდებოდნენ და მე ძალიან დიდი სიხარულით რომ არა ქალბატონ მაკას აღარ აქვს ეგ ნომერი გიხარო და ხო საუგიშდა თან სანამ მივხვდებოდი რაზე მირეკავდნენ ჯერ ხოლმე გონა რომ მე მირეკავდნენ და ეგ ცალკე ვიღა ძალიან მიყვარს, კიდე უნდა ვიღო 1-2 ახალი ნომერი. ეს არის თერაპიის რაღაც ახალი ლეველი, ხო? Attention spamming. კლეთ, ეხა მინდა რომ ვითამაშოთ თამაში მე და დავით მე რაღაც პოდკასტს ვუყურებდი გზაში და დავითის 7000 კიბეს რომ ამოვდიოდი და სულ ვღაფავდი.
მაგ მომენტში და ოლიმპზე. ხო და მან თამაშობდნენ ეს ხალხი რომ სამი სიტყვით უნდა დაახასიათო, აი ძალიან სელებრიტი ყოველ პონჩი რომ უნდა ვიცოდე მეც და შენც რა. და იმ სამი სიტყვით უნდა მივხვდე ვიზალაპარაკო. Okay. Are you ready for that? Credits წერთ, იმიტომ რომ არ ვიპარავთ არაფერს, უბრალოდ we were inspired by this. ეს თამაშია. არ ვიცი, ანუ იმდენამის გვაბრალობენ უკვე I swear to God. მენე. კაი, სამი სიტყვა. აქ ისე ჩავიხადე ხალხო, ანუ this was not like rehearsed or anything out of here. მაგსად. ჩავიფიქრე. Okay. Labradori. კრემისფერი ლაბრადორი. პირველი სიტყვა. პირველი სიტყვა არის კრემისფერი ლაბრადორი. ეს იმით. მეორე სიტყვა არის ესპრესო. მესამე სიტყვა არის წელწინდა. საბრინა კარპენტერი. წელწინდა. ესპრესოზე მივხვდი. ხო ვიცი, კრემისფერი ლაბრადორი რა არის ხო? აი მე საბრინა კარპენტერს რო ვყურებ ხალხო კრემისფერი ლაბრადორი. ან მეორე რომელი არის golden retriever, ეგეც მახსენდება. მაგრამ კრემისფერი ლაბრადორი, იმიტომ რომ ეს კრემისფერი ლაბრადორი მყავს. No. ისენ არ გავს. რაღაც ჩემთვის ლაბრადორი უფრო ბიჭია ვიდრე გოგო. კაი, ახლა ჩემი ჯარი არის, ხო? არ ვაკომენტარო. ორ წამში მოვიფიქრე. Oh my god. ანუ არც ერთი celebrity არ მომდის ახლა გონებაში. Okay. ვარდები. Okay. ალა პუკაჩოვა. ეგი ხა? You fuck. მე ვიღადავე. სარმაშინა. ანუ აი ვარდებზე ალა პუკაჩოვა რანაირად ვიხდი? იმენ რომ ხადავდი. მაგრამ ის ფაქტია რომ გოგოს ანუ ამ ყველაფერში მარტო ალა პუკაჩოვა გავს. ანუ რუკა წარმოვიდგინე და ცნობილი ადამიანები ამოვარდა ყველა ქვეყნიდან და იქ იყო რუსეთიდან წარმო. Oh my god, მეზის კაი, 1-0 შენ მიგებ, იმიტომ რომ შენ უფრო კარგად მიხვდი. მეორე რაუნდი. Okay. ცივილატე. თმისამაგრი. და Emma Chamberlain. მოვიფიქრე ამ Oh my god. Scrunchie არ მინდოდა მე თქო, იმიტომ რომ ძალიან მარტივად მივხვდებოდა. ძალიან კაი. თმისამაგრი. მაგრამ ერთ წამი მინდა დავუბრუნდეთ საბრინა კარპენტერს, იმიტომ რომ ძალიან დიდი მადლობა ყველა ჩვენ გამომწერს, ვინც ჩემ ქართულს აუმჯობესებს ყოველ დღე, წელწინდა რო ვთქვი, რატო არ შემიჩნია. კი, იმიტომ რომ ვიღაცამ დაგიწერა კომენტარებში. 10 ადამიანი უნდა. მაგრამ ის ნახე რომ ნიდერლანდური და ჰოლანდიური და ნიდერლანდური არის ეს სტორია, ნუცამ თქვა. ნუცა. მაგაგას ვიცნობ და შეიძლება ჩემ გამოთქვა, იმიტომ რომ მე უფრო უყარო ვიდეო შენსავ. So sorry. Okay. Is that true, Nutsa? Really? ეხა ჩემი ჯერი არის. Okay, მზად ვარ. მიდე. Calvin Klein. Okay. Shawn Mendes. არა, Bad Bunny. ხო? That is easy. Oh my god. Oh, babe. ისო მგონი ისო მომეკუთვნეს. რატომ მე ორდით მივხვდი და შენ? ხო, მაგრამ 10 წამში მივხვდი მე, სანამ შენ 2 საათი ფიქრე. I don't care about the points. ნოლით? I care. ახლა გავართულებ ცოტა. iPhone 5S. Edison Ray. ხო? მიყვარს ხალხო. Oh my god, give me my point. 2-1. What the fuck? საჭი ხა? მე მეგონა რომ აი როგორ თულად მივდივარ მეთქი, იმიტომ რომ აი ხო შემოძლავ TikTok. iPhone 5S Edison Ray მახსენდება ეგ რა. მართლა? Yeah. სხვა არაფერი? არა. ეხა მე. ძალიან მინდა ვინმე თუ გაქვთ მაჩუკათ რა. მეც მქონდა, მაგრამ ანუ იმენი და მაგ. მაჩუკა. მე საფოლში ბიცოლა ჩემს მეცი I'm so sorry. Okay, that's fine. წავარ თქვენ თუ გინდა რა. გამოვართვა. დავტოვო ქალი ტელეფონის გარეშე. ჩემი ესთეტიკისთვის. Well, now that I think about it. Country music. Beyonce. Ara, what the fuck? Okay. Blonde. Beyonce. Ara metki. Da? Old. Beyonce. Cunt. Dolly Parton. ვიცოდი თავიდან Dolly ზამბავდა. და რატო არ თქვი თუ იცი? Oh, one by one.
You're so good. I know girl. აროდი არის დავითის. ისე მართლა ეხერხება. ეს ძალიან ცუდი იყო მეგობრებო, please don't. მაგრამ ზოგადად მართლა ეხერხება და მე ძალიან არ მეხერხება და აი მინდა ძალიან ეგ ნიჭი რომ მქონდეს. ავადრე გახსოვს LN-ში რო თამაშობდნენ აქცენტების challenge-ს. აქცენტების. ანუ უნდა გამოგცნო რომ ლაქცენტ. ახლა ეგეთი რამე რო ვინმე გააკეთოს. ეგეც ის არის ხო? შეურაცხყოფელი თუ რა არის? არ ვიცი ალბათ ხო. Okay, your turn. Okay, просто celebrities. რამდენია 2-1? Yeah. Okay. კარგ მე ვიგებ. That's the აი, ეხა არის ბოლო. თუ კარგად გამოვიცანი, ფრეა. მე რომ უნდა გამოვიცნო შენი ხო ხვდები, მაგრამ. არა, მიდი. მიდი, არა. მიდი. ვარდისფერი. აუ, ყველაფერი რაც არ უნდა თქვა, ეგრევე მიხვდები. რატო ავარჩევ შენს? Whistle notes. Taylor Swift. არა. რა არის whistle notes? Oh, well, they know. Lip gloss. ძალიან რთულად. Rihanna. არა. კაი, მე ჩავაჭარ ვარდისფერზე და lip gloss-ზე. ვარდისფერი და lip Selena Gomez-ზე? არა. იმენ არავინ არ არის ეგეთი. არის, просто ძალიან რთულად ხსნა, ძალიან რთულად. და შენ ქულები გეწარება შენი აზრით მაგის გამო? No. I want to be a party pooper. ვინ არის? კაი თავიდან. ვარდისფერი, ponytail. Scream Queens. Emma Roberts-ი? ოჰო. ხა? მიხატავები ხო? აი, დარწმუნებული ვარ, ახლა ვიღაცა ყავერის ტელეფონში თუსაც უყურებენ, რომ Scream Queen საიდან მეცნობა Emma Roberts-ი? კი, მან თამაშობს Emma Roberts-ი, ვიღაცასთან ერთად. ვიღაცასთან ერთად. Ariana Grande? ხო. მაგიხარია. Ponytails უნდა მივხვედრილი. მაგრამ lip gloss რა შუაშია? ხო, აქ თავისი make-up brand. ძალიან მინდოდა რომ გამერთულებინე, sorry. ანუ სუნამო მაინც გეთქვა მაგას აქვს, სუნამოები ცნობენ. ხო, რა ვიცი, whatever. I'm close არ გაწვა, მაგრამ კაი მოიგე, I don't care. ვარდისფერზე როგორ მეხტე Glinda. Glinda. აი და ხო ერთი შენ, that's unfair. Okay. მინდა რომ მაგრად იმენა მაგრად. ო მე ვიცი უკვე ერთი. კაი მიდით. მილანი. ვიცი. Chiara Ferragni. That's unfair. Chiara Ferragni. ეგ იყო ხო? ბაიმე მომეცი 2-2. ისეთ ესლად გამოვიცანი, რომ იმენე გაიჩალიჩა. იმიტომ რომ მილანში არავის არ ვიცნობს ხალხს. ვიცნობ ცოტა გადამეტებული. შენი ჩაჭერა ვიცი კი არა. Chiara Ferragni. მაინც რო ახსენებდი ვიცი. იცოდი თუ არა მე ანა და მეგი და Chiara ერთად გულავდი. ხო, მილანში ვიყავით რაღაც კაფეში, ანუ რომელიც თქვი? რომელიც ავით ოვი. იპავა არ მირჩიეს, მაგრამ whatever. და იქ გადავიღეთ ფოტოები, მაგრამ ძალიან ცუდი ფოტოები გადამიღეს ამ ორმა, იმიტომ რომ შურთ ხოლმე ძალიან კარგად რო ვარ და სპეციალურად მიღებენ ცუდ ფოტოებს. და გადის 2 კვირა და Chiara Ferragni ზუსტად იმ ტახტიდან დებს ფოტოს და ანუ I lost it, იმიტომ რომ მე შემეძლო ზუსტად იგივე ფოტო მქონდა და ამათ რომ მოინდომებინათ და ოდნავ რო ჩაედოთ სურვილი და მონდომება. ანუ მართლაც არ გავფრთხილე. მე კარგი ფოტო გადამიღე მახსოვს. ხო, იმიტომ რომ I care about you. Oh, thank you so much. Exactly. და Chiara Ferragni-ზე რა თქმა უნდა მივხვდი, იმიტომ რომ გიждდება დავითი, რაღაც კვირაში ერთხელ კვოტა აქვს რო ახსენოს. That is not true. რამდენი ხანი არ მიხსენებია? რაღაცას მაინც ჩააგდება ან reels ან რაღაცა. აუ რაღაც აი მე ვასება. მაგრამ თურმე ძალიან very კაი გაგჩა? No, she's very problematic რაღაც ეს charities თემებზე რო იყო, რა გადარიცხავდა რაღაცები. მაგრამ შენ მაინც იქ ადგილზე რო ვიყავით ვარკვევდით რა. ჩვენ იქ გავარკვევთ იტალიელებთან რაში იყო საქმე და ნუ დავით მაინც მეწონს. I'm turning the blind eye. ეხა მე ვიტყვი და ვშალ ხო? მიდი. Okay. Can't. მე სამეჯერ ხმარობ მაგას. ყველა ვინ ჩემპიონში ტრიალებს არის can't. ეგ გასაგებია და ეგ ანუ that's not part of the fucking game. It is. იმიტომ რომ გეუბნები რომ ხალია. ზეცერთავები დაიგიდე. Fuck you. აისეთი არის ხალხო uncultured და თვითონ მეუნება იმას lip gloss. Uncultured. Can't. ბოდიში რო ვერ მიხდე. Okay. Striptease. Okay.
ანა ციგნაძე? მე რატო? Humrop, just a joke. Okay. Striptease, рэპი. ანა ციგნაძე. Oh my god, вообще არ გახსენება არაფერი? ვიცი, that's Cardi B. იცი. I told you it's ანუ Striptease მიხდი? სანა მიტყოდი, მაგრამ და მე. Okay, მოიგო ხალხო, I don't give a shit. What do I get? Wow. I'm gonna kiss you. That's the best gift you can ever receive. Aww. It is. It really is. ამიტომ მეგობრებო, გავფრთხილდით ერთმანეთს. ანას მოაფიქრა ძალიან კარგი იდეა. Instagram-თან დაკავშირებით ანა გთხოვ. მადლობა, რომ კრედიტი მომეცი. Oh my god. Actually, ამოიჭრას. მე მომაფიქრე. ხალხო, რაღაცა უფრო კარგად რო გაგვიცნოთ, სხვა შორის ერთხელ ვიღაცამ კომენტარებში დაწერა YouTube-ზე. Instagram-ზე მოგწერეთ ჩვენ კითხვები, ან რამე თქვენი პირადულის გაზიარება და რჩევა რომ მოგცეთ. ხალხო, მე იცით როგორ რჩევებს გავცემ, ერთ ჩემ მეგობარს ისეთი relationship advice მივეცი. Run for your life. ნუ დაულაგდა ცხოვრება და. მართლა? Yes. Damn. ხოდა მოგწერეთ ან ეგეთი ან რამე თუ გაინტერესებთ ჩვენზე and we will be happy to yap about that. Yes, იმიტომ რომ თემები ნელ-ნელა გვეწურება მეგობრებო. No. ყოველთვის აშავებს ვიღაცა რაღაცას Hollywood-ში, ამიტომ it will never happen. We just want to connect with you guys a little bit better. Period. ამიტომ კომენტარებში იქნება ლინკი Instagram-ზე, რომელსაც ან ჩასვამს. Yeah, I'll do that. Never. არასდროს არ მოვიწყება მე არაფერი. არ და იქ რომ მოვიწყო. მაგრამ როგორ გავაკეთოთ? თორეში დავპოსტოთ ალბათ, ხო? ანუ იმენა მესიჯად რომ მოგწერან. ან მესეჯ მოგწერა და ჩვენ თქვენ ანონიმურობას დავიცავთ, თუ გთხოვთ რომ დავიცავთ. თუ არა და გითხარით და ვიტყვით თქვენს ახალს. კი. მარტო მაგიდან მივწერდი მე ვიღაცას რომ ჩემი სახელი ეთქვა. Bye. Thanks for watching. Bye bye. Bye bye.